მეორე საკითხი, საერთოდ რა უნდათ ამ ბრიტანეთისგან, ხო? ჯერ იყო ბრიტანეთის ელჩს, ასე ვთქვათ, ელჩის შეტევა მიმდინარეობდა, მანამ სანამ ეს BBC-ის ფილმი იქნებოდა საერთოდ, ხო? და მე მგონი აქ ყველაფერი მარტივია. აი დღესაც თუ გადახედავთ გაერთიანებული სამეფო, რასაც აქ ჩვენ ბრიტანეთს ვეძახით, არის ძირითადად, ანუ რუსეთის მთავარი სამიზნე დღეს არის გაერთიანებული სამეფო. ისინი ამბობენ, რომ არა, ტრამპი და ამერიკა კარგია, ევროპა შედარებით რაღაცა და ევროპასაც ეძიძგილავებიან, მაგრამ ყველაზე, ასე ვთქვათ, მთავარი მტერი რუსეთისთვის არის გაერთიანებული სამეფო. ის ზუსტად იგივეა, ანუ რა პოლიტიკასაც და რა რიტორიკასაც მოსკოვი ხმარობს, ზუსტად იგივეს იმეორებს კობახიძე და მისი დანარჩენი მოლაპარაკე თავები, ივანიშვილი და მისი მოლაპარაკე თავები. თან გარდა ამისა, გაერთიანებული სამეფოდან ისინი ელიან ძალიან მძიმე სანქციებს და შესაბამისად მათთვის საფრთხის შემცველი ახლა ყველაზე ახლოვადიან პერსპექტივაში არის გაერთიანებული სამეფო. იმიტომ რომ ბრიტანული სანქციები ჩვენ ვიცით რამდენად მძიმეა, იმიტომ რომ საქართველოში ორი მოქმედი ყველაზე დიდი ბანკი არის ბრიტანული ბანკი, საქართველოს ბანკი და TBC ბანკი და TBC კი არა და ბრიტანული სანქციების ქვეშ რომ ხარ, საერთოდ ბანკი აღარ გემსახურება დედამიწის ზურგზე, მით უმეტეს საქართველოში. ამიტომ ეს მძიმე ამბავია და შესაბამისად ახლა ცდილობენ რომ რაღაც ბურთი გაერთიანებული სამეფოს მოედანზე გადააგდონ. ეხლა BBC-ის ფილმს რაც შეეხება, ეს ცალკე თავის ტკივილია ქართული ოცნებისთვის, ეს არის ნელი მოქმედების ბომბი, რომელიც არსად არ წავა და ამის გამო თუ საბოლოო ჯამში დამტკიცდა და მე დარწმუნებული ვარ რომ ამას მოყვება საერთაშორისო გამოძიება, დღეს იქნება ეს თუ ხვალ და თუ ვინმეს გონია რომ ისინი ვერ დაადგენენ რა და როგორ იყო ეს პოლიციელები როგორც კი დაინახავენ რომ ხელისუფლება მოყანყალებულია იმდენს და ისეთებს ილაპარაკებენ და ის მანქანები საიდანაც ეს ჭავლი გატყორცნეს ან თუ გნებავთ ის საცავები ის ფხვნილები ის რა ქვია ბოლოს და ბოლოს ამათმა შეიძლება დამალონ რომ რაღაცა იყიდეს ან არ იყიდეს მაგრამ ვინც გაყიდა ის ხო არ დამალავს ამას და სადღაც ხო იყიდეს ეს ყველაფერი, ხო? შესაბამისად, არაფერი არ დაიმალება, ყველაფერი გამოჩნდება და მით უმეტეს თუ დამტკიცდა, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, აგერ სადამ ჰუსეინი, ქიმიური ალი, ასადი, რა ვიცი, ძალიან ბევრი მაგალითია, როგორ მთავრდება ეგ ისტორია.